ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ სანზონელ პენსიონერებთან ერთად პოლიკლინიკამდე მისასვლელი გზა ფეხით დაიარა. მისი თქმით, თებერვლიდან ნაძალადევის რაიონში მცხოვრები პენსიონერების პოლიკლინიკებზე გადანაწილება მოხდა და სანზონის მცხოვრებლები ლოტკინზე ნათალათევის ქუჩის 3 ნომერში მდებარე პოლიკლინიკაში მოხვდნენ. პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, რომ პენსიონერებს ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ და გზაში საათზე მეტი დრო ეხარჯეს სჭირდებათ. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე მოხდეს პენსიონერების გადანაწილება. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს და დაელაპარაკოს სადაზღვევოებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიკლინიკები იყოს უფრო ხელმისაწვდომი გეოგრაფიულად, უფრო ახლოს იყოს მათთვის. ეს არის მთელ ნაძალადევის რაიონში იგივე მდგომარეობა. სანზონიდან, თემქიდან, ქვემო ნაძალადევიდან ადამიანები, პენსიონერები, მიწერილები არიან აქ ლოტკინზე. მოგზაურობა რთულია, ორი ტრანსპორტს გავდივართ. აუდიტ და ვერ ვასწრებთ. ესე იგი ექიმთან რო გავეშინჯოთ. რა მოხვალ ახლა? ჯერა საათი ინდა რეგისტრაციაში. რა იყო ვიზავი ექიმთან. მე ექიმთან მიყვალ, ექიმი კიდევ ინდელო ჩერედია. შეიძლება ხან მივასწრო ექიმთან, ხან ვერ მივასწრო.